გორბაჩოვს ჭიქა ღვინით ან ჭიქა შამპანურით ხელში ვიღაცამ ყურში რაღაც ჩაშურჩულა ამის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ რუსები ფლობენ. მეტი დანარჩენს მეორე მხარემ, რომელმაც ეს შეთანხმება უნდა აღიაროს. მეორე მხარე ასეთ შეთანხმებას ვერ პოულობს ვერსად ისტორიაში. შესაბამისად მოგეხსენებათ საერთაშორისო ურთიერთობებში და განსაკუთრებით საერთაშორისო პოლიტიკაში ფურცელზე თუ არ არის გადატანილი რაიმე ამ შეთანხმებას ეხა რა თქმა უნდა შეთანხმებას ჯელტმენულ შეთანხმებას რაღაც ფასი აქვს, მაგრამ ისეთ საკითხზე როგორიც არის არ ვიცი ამის ნახევარი ევროპის მომავალი და ბედი ასეთ საკითხზე არავინ რუსეთს შეთანხმებას არ დაუდებდა დახურულ კარს მიღმა იმის ხელის ჩამორთმევით და საიდუმლოდ ასეთი შეთანხმება რომ არსებულიყო და დასავლეთში ვინმე ასეთ შეთანხმებაზე მზად რო ყოფილიყო ამას რუსები აუცილებლად ფორმალიზაციას ამისას მოახდენდნენ აუცილებლად ამას ფურცელზე გადაიტანდნენ და ასეთი შეთანხმება ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპს რომ ქვეყანა თავად წყვეტს იმას თუ რა სამხედრო ალიანსებში გაწევრიანდეს ან არ გაწევრიანდეს შესაბამისად ამდაგვარი შეთანხმების არსებობა ჩემი აზრით თავისთავად რუსული დეзინფორმაციული ნარატივის ნაწილია და მეტი არაფერი